მოგესალმებით ყველას, ესე იგი ვართ მდინარეზე. გვაქვს ფაქტიურად პირველი გამოსვლა მაქვს კალმახზე სათევზაოდ და ვნახოთ რა შედეგები გვექნება. დილაა. დღეს ვითევზაებ ფეივორიტის ახალი არენათი, ეს არის არენა სტრიმი 7 გრამამდე, 1.83 სიგრძე, ანუ Z გამოჭრილია ეგეთებისთვის, დინებებისთვის, ანუ სპეციალურად საკალმახე მოდელია. რაც შეეხება სატყუარს, ნუ ეხლა ვიწყებ SV Fishing-ის კოკეტკით, დიდი წონით. ამის გარდა რა თქმა უნდა მაქვს თან ბევრი სატყუარები, თუ პასიური გახდება დაუშვათ flash fluorescence სილიკონები მაქვს, ვობლერები მაქვს. ერთ სიტყვით რაც არსებობს ყველაფერი თან გვაქვს. იარის ვობლერები, დუოს ვობლერები, სელექტის ვობლერები. მაქვს ასევე იარის ტრიალები და დუოს ტრიალები. მთელი ინვენტარი გვაქვს სრულად საკმარისი, თავარია გაამართლოს დღევანდელ დღემდე. დავიწყებ ახლა თევზაობას, ნავი ეგეთი ადგილიდან აქვე გავჩერდით და გავყვებით მდინარეს. ვნახოთ რა შედეგები გვექნება. უნდა ვითევზაოთ კალმახზე სპორტულად, დაიჭირე გავუშვი. კალმახის ამოღება ბუნებიდან არის აკრძალული, აუცილებელია გქონდეს თევზის ჩოგანბადე, რათა ხელით არ შევეხოთ თევზს. დავიწყოთ. წყალი ცოტა შეფერილია. ხო და იმედია მოვატყუებთ, ნახოთ. არის უჭირეთ პირველი უკეთაზე ნაღდრაბარა ბიჭია. ოპა. ეგაა ჩვენი პირველი კალმახი წელს. ეგეთი ლამაზი კალმახია. თევზს არ შევეხებით, უცებ გავუშვებთ. ახლოდან გაჩვენებთ, ეგეთი მომცრო ზომის კალმახია. მოუშვათ. ამბზინოთ, ნუ კოკეტკით დავიწყე, როგორც გითხარით, ეს არის 3 გრამი, ეგეთი ფერია. შეჯერებით ეს ფერი მოწონს. ნუ რა თქმა უნდა შევცვლით ფერებს. აქ საკმაოდ ჩქარი წყალი, ახლა მე სადაც ვდგებარ. და ანუ 3 გრამიანი კოკეტკას ჩვეულებრივად ვატარებ აქ. და სტრიმისთვის ძალიან ადვილი იდინება, ანუ ბევრად ჩქარ წყალშიც ეს ჯოხი ძალიან მაგრად მიდის. ანუ ჩვენ ახლა დღეს ვთევზაობთ ზუსტად Z გამოჭრილი ჯოხით, რაც გვჭირდება კალმახზე, აი სპეციალური საკალმახე მოდელით. ახალი არენა სტრიმი. ეხლა მოვადექი რაღაც უფრო მაწყალს და დავაყენებ ვობლერ, ეს არის სელექტის პრანკი. ეს უფრო ცოტა მაწყლებში ძალიან კარგად ტარდება, თან დინება ძალიან მაგრად უჭირავს. და უფრო დიდი შანსია, რომ აი უფრო მაგარი ზომის კალმახი დაჭდეს ამ მოდელში. არის. ოპა, გამექცა, მაგრამ პრანკი საქმეშია. ძალიან საინტერესო ადგილია. ანუ აქ თავარი არის ადგილების შერჩევა და საერთოდ არ უნდა იჩქაროთ. დაკვირვებული სწორი. თევზობა უნდა სატყუარა ყველა შეუძლია იყიდოს და ძალიან ბევრს აქვს. მაგრამ თავარია მე იმ სატყუარის სწორად გამოყენება. ამიტომ მაგას რაღაც მომენტში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორად გამოყენება სატყუარის. ოპა არის. ეს კაი მოდელი ხდება. ოპა. აი ზომა. ой, პრანკი, ცოტას გადავუჭერთ ექსიოს. ოპა, ეს მაგარი ზომა. შენიერი. აი. სელექტის პრანკმა აპარსა. ოპა. ეს კაი კალმახია ნამდვილად, როგორი ზომა მოგატყუა პრანკმა. ძალიან მაგარი კალმახი.
გავანთავისუფლოთ. ეს ვობლერი არ არის ახლა ახალი. ასეთივე მაგარი ვობლერი აქ კიდე თქვენ იცით სპრინტს. ის კიდე ბრაკონიერი ისაა, ჩვეულებრივად ბრაკონიერი ვობლერია. მაგრამ ეს პრანკი არის უფრო დიდი, ანუ პრანკზე მეტი შანსია რომ დიდები დავჭიროთ თუ არის, რა თქმა უნდა. აი ეს უკვე ძალიან კარგი გამახია. დავუშვათ. წავიდა. დაიწყო დღე ძალიან კარგად მომწონს. ჩვენი პრანკი ეს სამ ფერში მაგ მგონი თან 4 ფერში და მე სხვადასხვა ფერსაც ვცდი. აი ხელში ხა ვიბრაცია გადმოდის ძალიან ძლიერი. ანუ ამისი პლუსი არის ამ ვობლერს, ანუ ფაქტიურად ტრიალასავით ეფექტი აქვს. ანუ ძალიან დიდი ვიბრაციით მოდის და დინება, ანუ მე ჭოროღზევით ევზავე ამით და იმ დინებაში, ძლიერ დინებაშიც დგას ჩვეულებრივად დინებაში არ აგდებს წყლიდან დინება. ანუ ეს მოდელი საურაგულედაც ძალიან მაგარია პრანკი. არის ეგეთი მომწონს რომ დავიჭერდი ისე პრანკზე. ეგეთი. უშოთ. დიდი იმედია დავიჯდება დღეს ისეთი საბრძოლო კალმახს ველოდებით. იმედია რომ იქნება მსგავსი. პრანკი ყუჩახ. სტრიმი აი ჯერ დიზაინიც როგორია, აი კალმახზე გამოჭრილი. თან ესეთი კალმახის ნახატით ძალიან მაგარი მოფიქრებული დიზაინია. აი გავაგზავნოთ ახლა ჩვენ. ეს კაიზუმა იქნება. ბიჭო. ჯერჯერობით ლევანდელი ბიტფიში. ბიჭო რა შობა. კაიზუმა ნამდვილად. უხრა ვობლერია პრანკი, ძალიან სერიოზული ვობლერია, აი ჯადოქარია რა. გარანტია მოყვება ჩათვალე ისე მაგრად მუშაობდა. აი ამაზე რო იყოს ადამიანი ვერ ვიჭერო, ან ინტრიგანია და თებზობა არის, სხვა ხსნა არ აქვს მაგას. აი პრანკი. ძალიან დიდი კალმახია, კარგი ზომაა. ძალიან მაგარია, გავუშვათ. იქნება 300-400 გრამიანი. წავიდა. მოდი ახლა მოვხსნი ამ ფერს. ყუჩაღია. და გადავიდეთ სხვა ფერზე. დავუშვათ. აი ეგეთი ოქროსფერი, ზევიდან ნარინჯია და ქვევიდან შავი მუცელი აქვს. აი ეს წადოთ ახლა. აბა, ნახოთ ჩვენი ახალი ფერი პრანკი. როგორი ბიჭია და რა სიზამს. ახლა ცოტა ხანი ეს ფერი მეკრება სხვადასხვა ადგილებში. ეს ძალიან დაიწნე ხა ეს ადგილი. გადავართ სხვაგან. არის ბიჭო, აი ხო ხედავთ რა მაგარი ვობლერია ახლა იქ. ჯერ ადინებებში ვატარებ, ჩვეულებრივად ყველანაირ ზომას ვიჭერ, აი. ანუ ამას ჩავარდეთ ჩუღანში. პრანკიც, ახალი ფერიც გავტესტეთ. წყალში ვდგევარ ცოტა ღრმა წყალში და მომხერხებლად ვარ ახლა. იცი გავუშვებ. გავაგზავნოთ ეს. უშოთ. წავიდა. პრანკი. აი, ახალი პრანკი. მოდი ახლა რაღაც საინტერესო ადგილები იწყება, ცოტა ღრმა წყლები. და მინდა გადავიდე ფლეშლურესის სილიკონზე. დავაყენებ, დავუშვათ ეგეთ კუდ მიერთებულ ჭიას. ეგეთი ფერია, თეთრი ვარდისფერში. წონას დავაყენებ სავარაუდოდ 1 გრამს.
და ცადოთ აბა სილიკონზე რა სიზამს ნახოთ. ეს არომატული სილიკონია ძალიან. რავი, არ ამგონი ახლა ვირმესთვის უცხო რო იყოს. ფლეშ ლურესია ძალიან ცნობილი საგალბახეთი. რა მეტანისა ჩხარია თუ რა ხდება? არის მაინც პატარა დავიჭირეთ. მაინც პატარა დაგვიჯდა სილიკონზე არა და ადგილი არის ისეთი სასილიკონე უეჭველი უნდა იყოს. კი აიღო, მაგრამ პატარა მაინც. ცოტა ღრმა დაგაღებული, კარგად ჩავხსნათ. ფლეშ ლურესის ფლიპ ვორმი. მაგარი სილიკონია 100%-იანი შედეგი ეგ, კალმახი პატარა. წავიდა. კაუჩი იქიდან უნდა დავდგეთ. ასე ვერ შეხო. აგერ გზა ყოფილა. თუთა. არის. ეს გაიზომა. ნახე. ჩუ დამლეცა. ის სილიკონი საქმეში. ეს თან. ეს კაი გალმახი, ეს არის ნახევარკილომდე უეჭველი. მოდი ეს ფარტხას დაიწყებს, ამიტომ ჩავხსნათ სპეციალური ხელსაწყოთი. ნელა, მაინც მოგვასწრო ფარტხალი. სილიკონი როცა ზოგადად ცოტა ღრმად ყლაპავს. მაქსიმალურად არ უნდა დავაზიანოთ, აი. ფლიპ ვორმი. ძალიან მაგარი, ამახი დავაჭერინა. ეს მართლა გაიზომა, აი. დავუშვათ. აი. წავიდა. როგორც ხედავთ, სილიკონი თითქმის არაფერზე არ მოდის და ძალიან რო უჭირთებს, იმ დროს სილიკონი უეჭველი გვაჭერინებს. სილიკონის პლუსია რომ უკვე ფსკერზე უტარებთ. ფსკერზე ესე ხოხიალით ფაქტურად სხვა სატყუარას ვერ ვიყენებთ და ამიტომ ყოველთვის ეფექტი აქვს სილიკონს. და რა თქმა უნდა, სილიკონის გატარებას ცოდნა უნდა. ყველაზე რთულ მეთოდად ითვლება როგორც ესეთი, მაგრამ ესე თუ ვისწავლეთ სწორ გატარებას, ძალიან დიდი ეფექტი აქვს. არის. ნახე სილიკონი რა შორო ხედავ, ნახე ეგეც მაგარი ზომა, ბიჭო. სილიკონი რა გიჟია. ყველა არა. სილიკონი მე ჩვენ ტურნირებზე ვიყენებდით ადრე სილიკონს და ძალიან, აი რაც კი არსებობს, ალბათ ყველაფერი ამონაყენები მაქვს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე იდეალური სილიკონი არის ფლეშ ლურესი. საოცარი არომატით და საოცარი შედეგით. რავი, ვისაც აქვს, ყველა დამეთანხმება ალბათ, იმიტომ რომ ყველა მაგრად იჭერს. თავარია სწორად გატარება. აი ძალიან კარგი ზომა ეგეც. იცადე რიპარტალ ვერტი წამი, აი. აუშვათ. წავიდა. მოდი ახლა ეს ადგილი ისევ უფრო საუბლერია. გადავარდეთ ეს უბრალზე. ანუ არ უნდა დაგვეზაროს საკუთარი შეცვლა. როდესაც დინარში სხვადასხვა ადგილი რო ხდება, მაგიტო არსებობს სხვადასხვა სტილის სატყუარა, სხვადასხვა სიღრმის, სხვადასხვა წყლის სიჩქარის, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ, ეხლა ერთი სატყუარა რო დავაყენოთ, ამით ყველგან როია, რომ რაღაც ადგილი ამისთვის კაი იქნება, რაღაც ადგილი ძალიან ცუდი. ანუ იმ ძალიან ცუდი ადგილს გავივლით ისე, რომ თითქოს თებზი არ არის, მაგრამ იქ შეიძლება სილიკონისთვის იყოს ძალიან მაგარი ადგილი. ამიტომ აუცილებლად შესაბამის ადგილს რომ ნახავთ, ეს უნდა ვიცნოთ, ოღონდ პრაქტიკად ჭირდება. უნდა გადავიდეთ შესაბამის სატყუარაზე. ანუ ერთი სატყუარით ეს დავაყენე და არ შემეცვლია საერთოდ და ესე რომ იციან ხოლმე თქვა,
არ არის სწორი. ეს ერთი საფუარა ყველა ადგილისთვის იდეალური არ არის. ხან საუბლერია, ხან ტრიალაჯობია, ხან ყანყალა. ყანყალით ახლა დღეს დავიჭერდით ბლომად. უბრალოდ უფრო ხშირად დავიჭერდით პატარებს. თან არ მინდოდა ხა როგორც გითხარით ეს ყანყალებზე კიდე ყალმახისჭერა ეს უცხო თემები უფრო საინტერესო იქნება. თორე ის ესვე იჭერს გიჟივით. ყანყალებში რა ჩემთვის ნომერ პირველი ყანყალა. ძალიან ბევრი იაპონური ფილმის ყანყალა მაქვს, ძალიან ბევრი. და რომ მივდივარ ხოლმე ძირითადად სულ ესვე ჩანთას ვიღებ და всё. ვენდობი ნებისმიერ ადგილზე. ეს ძალიან კარგი ზომის. აი ამას ვიძახოთ როცა გადავედი ობლერის ადგილზე. ეს ძალიან მაგარია. სელეთის პრანკი. უცებ გადავედი ობლერზე, შესაბერის ადგილზე. დავიჭირეთ შესაბამისი ადგილის თევზი. ამშვათ წავიდა. უემოციოთ, იმიტომ რომ კოკეტკა დავაყენე და იგივე გადაპარსა ეს კოკეტკა. ესეთი თემა მოსატესტი. Opa, isso. Gigi. რომელია გიჟი თევზი თუ კოკეტკა. კოკეტკა არის საუკუნის სატუარა. 3 გრამია? არა, მე 3-ს ვიყენებ. 3 გრამია ესეთი ნარინჯი. ავი რაც მომიხვდა, დავაყენე და მუშაობს. გავაკუნა. მოდი ერთი ფერი მაინც შევცვალო ამ კოკეტკის. რაღაცას ფერს დავაყენებ ახლა. თან მაქვს ამოღებული არჩევანი. აი. დავაყენოთ. მოდი აი ეს მელნისფერი ძალიან მიყვარს ეს ფერი. 3 გრამი კოკეტკა. ეს ის ჩანთა. სადაც ყანყალები ეტევა დაახლოებით 200 ცალი. ძალიან კომფორტულია, თან თუ დასველდება ძალიან სწრაფად შრება. სპეციალური ჩანთა ესვეს. აბა წადოთ ეს ფერი როგორ მოეწონება. აბა ჩვენი მელანი რას იზამს. კაი ადგილია, ანუ ეხა აქ ამ ადგილზე შესაძლებელია როგორც ყანყალის ასევე თანაბარი გატარების ვობლერის და სილიკონზეც არის თქო და აქ უარს. ახლა ამ ეტაპზე ყანყალა ეხლა დავაყენე თან და ოპა არის აი. მინდა რამე როდესაც არსებობს კოკეტკა. ეგ ძალიან პატარა კალმახია მოდი გავუშვათ. ანუ იმას ვამბობდი რომ ამ ადგილზე შეიძლება სხვადასხვა სატუარის გატარება. ესეთი უნივერსალი ადგილია მოკლედ. მაგრამ მე ყანყალას დავტოვებ. არის. აი გორიგი აუ თან. თუ არ შეცვლე ხამას ასე იქნება სულ. გადააგდებ დაიჭერ. ანუ რა თქმა უნდა გასართობა და მით უმეტეს როცა დამწყებია მეთევზე ძალიან მაგარია. მაგრამ ცოტა დიდი ზომების მოძებნა თუ გვინდა, რამე უფრო დიდი სატუარები დაუშვათ სილიკონს და ვობლერს მაინც მეტი შანსი აქვს დიდი თევზის დასაჭერად. რა თქმა უნდა ყანყალაძეც ჯდება დიდი, მაგრამ პროცენტულად მეტი შანსი მაინც მაგ დროს ვობლერს აქვს. დიდი ზომის რო დაჯდეს ან დაუშვათ
სილიკონს. არის აი ეს უკვე მეორე რო დაჭდა ეს უკვე არ არის შემთხვევითობა ხა შეუულებრივად ეგთება რომ თევზი დგას შუაფენაში და ყანყალაზე მოდის კიდე დავიჭი უეჭველი დავიჭი ახლა კიდე ყანყალას აი აუშვათ ეს არ შევცვლი დავტოვებ აი იმენა დიდი აი დაჭდა ახლა ახლის ამოყვანა აქედან ხარ გადავაგდებ ხო და მაინც გადავაგდი აქედან ცუდი ადგილიდან არ მიყვარს თავისუფლად უცებ გაუშვათ კალმახი ცოტა მიდი აირია, ამიტომ დავაყენებ ტრიალას, მოვასწროთ ტრიალაც. დავაყენოთ ჯერ რა ვიცი, Selectis Helix. აი ეს არის Selectis Helix-ი 5 გრამი. Helix-ი ძალიან ჩანს წყალში, იმენა ძალიან იდეალურად შედება. მასეთი ჩქარწყალია არა გვაქვს. ეგრევე დამეტყა, ეგრევე პირველივე ჩაგდებაში. არის. Helix-მა აიჭირა თავისი წელი თევზი. რაც არის აბსოლუტურად ნორმალური. ტრიალ. რაც არის სრულიად მოსალოდნელი შედეგი. აი Helix-ი 5 გრამიანი. უშვათ. წავიდა. ცალკე კიდე Helix-ი. ამიდი რაღაცა ძალიან აირება სავარაუდოდ. შეიძლება ნახევარ საათში ვსიო თევზაობა. ძალიან ცუდი ამიდი მოდის. რავი, კარგად ავიჭირე და უკმაყოფილო ნამდვილად არა ვარ. გავერთეთ ძალიან კარგად. Selectis Draconieri ტრიალა ეს. არის ეს кайზობა ბიჭო. აი გამოკვეთილი რუა სათქო არა ეგრევე ჩანს. არის გიჟი, Helix-ი. Helix-ი. ბიუჯეტური ეძახი შენ პარსავს შეულებრივად. რაღაც მომენტში შეიძლება ძალიან სერიოზული რეზულტატი დადოს, ვიდრე ძალიან ძვირად ღირებულ ტრიალმა. უშვათ. ძალიან ეს შარშა აღმოვაჩინე. შარშა გამოვიყენე პირველად. შეიძლება გეიცოდეთ ეგ ვიდეო. ძალიან დიდი ხანი მქონდა ეს Helix-ი ყუთში. რატომღაც გადავწყვიტე რომ დამეყენებია ბოლოს და ბოლოს. ისეთი მაგარი აღმოჩნდა, მაგ დღეს ვითებზავე მხოლოდ ამით. მხოლოდ ერთი ცალი ტრიალი ვთებზავდი. და ბოლოს ჩავწყვიტე და სახში წავედი, ისე მომიშალა ნერვები. იმდენად ჯეროდა ამ ტრიალის. ძალიან მაგრად. და მაგის მერე ხშირად ვიყენებ, ყოველთვის მაგრად მუშაობს. არის Helix-ი გონი ყველაზე აქტიური Helix-ი აღმოჩნდა დღეს ისევ გამართლა თავისი სახელი აუშვათ ნელა ბალაგაშა ჩავარდეს წავიდა Helix-ი
აი ნამდვილად პარსავს ახლა რასაც ქვია. რა დავაყენე ალბათ 20 წუთია და რა თხიშია. არის საღოლ აუ მეთქი ახლა ერთებს დავიჭერ და ვსიო თქო და ქაშაპი დავიჭირე ქაშაპი დავიჭირე ეს მაინც არ მომშორდა ნუ ეს იმის ნიშანია რომ ჰელიქსი რა თქმა უნდა ქაშაპზეც მაგარია და კიც დავპარსე და გერ ქაშაპი ისეთი საპატიო ზომის ცხადი ქაშაპი ქაშაპიც გამოერია არის აი ახე ჰელიქსი აწნარდება შენ ხო იმედია ქაშაპი არ ხარ რა გიყენია სელექტის ჰელიქსი ტრიალა აი აუშვათ მოგლეთ მოვჩებით თორე ხა ისე მოიღრუბლა შეიძლება მე ვერ გავიდეთ ამ მანქანა მინდორში ყავს გაჩერებული ტალახებია ძალიან დღე გამოვიდა ძალიან მაგარი ვიჭირეთ ჯოხი ნუ ეს უკვე გაქვთ უკვე ნანახი არენა სტრიმი ახალი მოდელი ძალიან ფანტასტიკურად გაკეთებული ჯოხია უსუბუქესი თან არის კალმახის დიზაინში კალმახის ორნამენტებით ძალიან მაგარი 7 გრამამდე მოდელია ესა ამას აქვს 5-მდეც 10-მდეც 12-მდეც სხვადასხვა ტესტები აქვს მე ძალიან მომწონს ეს 7 გრამამდე შერეულა მდინარეში შამაიაზეც კარგად მიდის ქაშაპზეც კალმახზე იდეალურად მიდის დავიჭირეთ დღეს ბლომად ეხა ესე არ დამითვლია მაგრამ ალბათ მინიმუმ 50 ცალი სავარაუდოდ ყველას ვიდეოში 10 ჩავსვამ ეხლა მოსაბეზრებელი რო არ იყოს და შვენიერი თებზობა შვენიერი დღე გამოვიდა წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ თებზობაში შევხვდებით. აბა დროებით.